ახლა საუკეთესო დროა მოლაპარაკებისთვის. ეს უნდა გაგვეკეთებინა 3 წლის წინ, 2 წლის წინ, თუნდაც 1 წლის წინ. მაგრამ მოდით ახლა დავიწყოთ მოლაპარაკებები, რადგან რეალობა ბრძოლის ველზე ნათელია. ჩვენ ვაგებთ და ეს მრავალმხრივ მოქმედებს ევროკავშირზე. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, ამგვარი მიდგომა გვაქვს. რუსეთისთვის სანქციების დაწესება, იარაღის გაგზავნა და ევროპელი მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ომის დაფინანსება. მაგრამ რა მივიღეთ შედეგად? რუსეთი ყოველდღიურად იძენს ახალ და ახალ ტერიტორიებს. უკრაინა აგებს ბრძოლის ველზე და კარგავს ხალხს, კარგავს თავის ახალგაზრდობას. ფიქრობ ახლა უკრაინასაც სურს ომის დასრულება. მოდით ვიყოთ პრაგმატულები და შევამციროთ დანაკარგები. ეს არ მომწონს, ეს ჩვენთვის კარგი გარიგება არ არის. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებადაა ცუდი ვარიანტი, რადგან ვერ გავიმარჯვებთ, მიუხედავად ამერიკის დახმარებისა. ახლა ძირითადად ევროპელები ვაგრძელებთ ამ ომის დაფინანსებას, ამერიკისგან იარაღის ყიდვას და მართლა გგონია, რომ ამ გზით გავიმარჯვებთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.